საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური ток-შოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოფლიო პოპკულტურა. ნაინო და საბა ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ. შემდეგი რა გქონდა? შემდეგი გქონდა მოკუმენტარი იმაზე რა ქვია. გააკეთე შესავალი და მე მოგიყვები პრემიის. კაი, ესე იგი, იგივე დღე არის. ეს ხარ გამოიცვალო. ლამაზი იყავი მაგ იმაში. ანუ, იგივე დღე არის, უბრალოდ ხოთზე ვარ. ხო. და მე არ გვეცლება, ამიტომ დავაგროვებთ იმას, რა ქვია, ეპიზოდებს. საბა ისევ ლამაზია. მოგესალმებით ყველას, ისევ არჩევლებურად უკვე ნავარჯიშებია და აღარ მეუბნება, რომ სხვა დღეს რა ძონძი ვარ. უხდება კუბოკრული პერანგი და დააფიქსირეთ ძალიან გთხოვთ. დაალაიქეთ ეს ვიდეო და აუდიოც და არ ვიცი რას ალაიქებთ ხოლმე, თქვენი ვერაფერი ვერ გავიგე რას უსმენთ სად. მაგრამ დაალაიქეთ რაც ლაიქდება, რომ საბას კუბოკრული პერანგი შეაფასოთ. იქ ნახე, იმიტომ რომ მე არა, პირიქით. ანუ მე აუდიოზე რო ვარ კონცენტრირებული, თქო არ ვახსენე საბას რაც ვია თქო და პირიქით უნდა მეთქვა. მაგრამ ეგ არის რა ტვინს მირევენ რა, იმიტომ რომ ვიდეოს რო ვუყურებ ვის არის და ამ დროს აუდიო არის ჩემს თავში. არის მოკლედ. ეს ამოჭერი ეს გელა. ხო და იგივე დღე არის და ბევრი იდეები დაგვიგროვდა. ერთი უკვე განვიხილეთ წინა ეპიზოდში. გთხოვთ მოусმინოთ და თუ არ მოგისმენიათ და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები და მადლობა იდეების მოწოდებისთვის საბას, რომელიც კრეატივის უშრეტი წყაროა და აქვს შემდეგი რატო გეცინება. და აქვს კიდევ ერთი იმპროვიზაციის იდეა. მიდი საბა. ხო, მოკლედ, ესე იგი, ნაინო როგორც კოლეგა ფანი მოკუმენტარებისა, შენც გეცოდინება, ეგ რო ძალიან გვიყვარს მოკუმენტარ ჟანრი, მოკლედ მე და ნაინოს და ჩემი, ესე იგი, კრეატივის ერთ-ერთი მოთხოვნილება, რაც ძალიან დიდი ხანია მაქვს, არის ის, რომ ძალიან მინდა რომ ოდესმე, არ ვიცი, ალბათ ეს არასდროს არ მოხდება, რომ ირაკლი რუხაძემ წინა ეპიზოდი რო ნახა ჯერ კიდე არ დაგვა ფული არ ჩაურცა. 15 წუთიანი ინტერვალით ვიწერთ ამ ეპიზოდებს, მაინც ჩემი აზრით დაგვიანებულია. ხო და ეგეთი ცირკირა ხო ეგეთი ის გვაქვს რა ქვია მოკლედ სატირული იუმორისტული მოკუმენტარი სერიალის იდეა რომელშიც ყველაფერი არის რაც საქართველოში ხდება ერთად ხო და მოკლედ ესეთი პრემისი არის რომელიც ამოვიწერე იმიტომ რომ იმდენი ხნის წინ ვილაპარაკეთ რომ მოდი ამაზე გავაკეთოთ improv ის თქო რა ქვია ეპიზოდი თქო რომ დამავიწყდა და უნდა ავსკროლე და ამოვაკოპირე ეს რა ქვია პრემისი რაც ხდება ამაში და შენც გაგახსენე მეც აღარ მახსოვს ხო ხო და ეს ყველაფერი იყო იმაზე რომ ეს უნივერსიტეტები რომ იხურებოდა და ეხაც იხურება რაღაცებს ხურავენ მე მგონი იმისი STU-ს და TSU-ს შეერთება მე მგონი გადაიფიქრის მაგრამ რაღაცა ფაკულტეტებს აუქმებენ და ილიაუნის რაღაცა ძალიან გამოშიგვნას უკეთებენ მოკლედ და მთელი ამბები ხდება ხო და მოკლედ ეგეთი ისა ხო და დაასანქციეს სამასობაში იმედი და პოზიტივი და ამ ყველაფერი ხდება ამ იმაში და არის ეგეთი ამბავი ყველა უნივერსიტეტის დახურის შემდეგ პროპაგანდისტული მედიის ჟურნალისტი ჩადის რეგიონში რომ გადაიღოს სიუჟეტი MMA აკადემია გლადიატორთა სამჭედლი და ამ დროს დააწევენ ამბავს რომ მისი ტელევიზია დაასანქციეს და რჩება უფულოდ და უყველაფრო და იწყებს ამ აკადემიაში სოციმედია ციფრული სოციმედიის შექმნას და ციფრული ტელევიზიის შეფად მუშაობას ესე იგი ამ მოკუმენტარის თავარი თემა ხო ის არის ნუ ზოგ მოკუმენტარის იგნორირებული აქვს ეგ თემა რა მაგალითად modern families მე მგონი არ გვეუნება მაგას ეს კამერა კრუ რატო არის იქა მაგრამ აი ოფისში ახსნილია რომ ეს არის PBS-ი საზოგადოებრივი მაუწყებელი ამერიკის და ისინი იღებენ ამათ ცხოვრებას ოფისის ცხოვრებას და აქ ეს რო ყოფილიყო ახსნილი რომ რატო ხედავთ ამას
დოკუმენტურ ფილმის ჟანრში ამ ყველაფერს არის ის, რომ ეს ტიპი არის სოციმედია რა და იდეაში YouTube არხზე არის ვითომ ამ MMA აკადემიის ეს ყველაფერი, ხო და მოკლედ ეს ტიპი, ესე იგი, ვიღაცა წარმატებული ან ისეთი ქართველი MMA ფაიტერი, რომელსაც თავში რაღაც ჩაარწყეს და ვეღარ ჩხუბობს, გახსნის ერთ-ერთ რეგიონში უნივერსიტეტს, ხო. სადაც ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი არ მოქმედებს რა, იმიტომ რომ ეს MMA აკადემია არის, მოჩხუბ გლადიატორთა სამჭედლო არის, ანუ უმაღლეს განათლებაზე ის არ აქვს. თან ჭიდაობე და თან კალკულუსსაც. მეორე ფაკულტეტები არის, ამიტომ რაღაცეები კი მქონა, მაგრამ დამავიწყდა ყველაფერი რა. ხო და მაგაზე შეგვიძლია რომ იმას ავქნათ, რა ქვია, ერთი ვარიანტი ეგ იყო, რომ ეს როგორი სერიალი გამოვიდოდა ამ პრემისიდან გამომდინარე, რომ ესე იგი ეს ტიპი ჩავიდა, იწყებს მუშაობას და პირველ ეპიზოდში უნდა გავიცნოთ ეს აკადემია თავისი ფაკულტეტით და თავისი სტუდენტებიანად რა. ხო და აი ეგ ამბავი მოკლედ. რაღაცნაირად გონია რომ ეს არის, რა ქვია, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების დაცინო არის ეს სერიალი. არ ვიცი კორექტულად როგორ თქვა. Why? თავი ჩაარტყესო და უნივერსიტეტი გახსნაო და ეგრევე წარმოვიდგინე რომ he's not well. Oh, no. რას ვიზავთ ეგ ანუ who is მაგრამ თან ამიტომ არ თან ეგეთი ის ხო იყო რომ რომელიღაც მოიცადე კანდელა კი იყო მე მგონი და ყველგან ეგრე არის მე მგონი რა ანუ ვიღაცა რომ ბოქსის რო ის რო გახდა რა ქვია კრივში რო გახდა მსოფლიო ჩემპიონი მის სოფელში ყველამ დაიწყო კრივზე სიარული რა ხო და ვიღაცა ამბობდა მე მან დრო ვარიანიდან არის ელჭი რა წარმოშობით რა და იაკობ გაგებაშვილს კი არ მიბაძესო რომელიც მაგასოფლიდან არის ამას მიბაძეს ხო და ნახე მე ხა ესეთი twist-ი მივეცი ამ კონცეფტს რომ რადგან უნივერსიტეტები დაიხურა ეს ალტერნატიული სწავლების მოდელზე გადადიან სადაც ანუ ჩხუბში სწავლობენ თან მაგრამ მაშინ ის უნდა იყოს რომ პირიქით რომ ილია უნიმ თავი რო არიდოს ამ იმას რა ქვია კრეატიული ხერხით შენარჩუნება გადაწყვეტა ამ ფაკულტეტებში. ან ეს აკაცუკა რექტორი ვინც ყავს ახლა ილიაუნის ეს მოაწრეს მაკედან მეორე ვარიანტი ეგ არის და მაგის მაგივრად დანიშნეს ყოფილი MMA ფაიტერი. და მისი დეკანი არის ლევან ღამბაშიძე კი არა და ლევან ღამბაშიძეს რას ვერჩი კაცო ის რო არის რა ქვია ძიუდოისტებს ფილოსოფიის ის ჩაუტარა რა ქვია იმს. ხო არ ვიცი. ისა გამხდარი ტიპი როა ჭაღარა რაღაცა ლევანი ხო მაის სავსო რაღაცას ხო ნუ ეგ რა იუდოისტების საყვარელი ისა რა კონფუციუსი ქართველი ხო და მოკლედ მე ესეთი კონცეფტი მეგონა არ ვიცი ამას უფრო მეტი აზრს როცა შეზღუდვების თავის ასოცირებლად ალტერნატიულ ხერხს მანდ უფრო ხედავდი მაგრამ შენი კონცეფტიც მომწონს მაგრამ თან იცი რა იდეა მომწონს რომ თან რო ჭიდაობენ ესენი რაღაცნაირი ის რო იყოს სხვა მაგალითად ფილოლოგიური კარატე იცი რა ხო ეგ მოიცადე აი ეხა ფილოლოგიური კარატე და ეგენი შეიძლება იმას ავქნათ გავაერთიანოთ ამ ყველაფერში მაგრამ შენი კონცეფტიც კარგად მუშაობს რომ ეს ჩამორთმევა რაღაც ფაკულტეტების რო აიცილოს თავიდან რომელიღაცა ეგეთი უნივერსიტეტი უას იხმარს ერთ-ერთი რექტორი და მაგალითად ფიზიკის ფაკულტეტს და ძიუდოს შეუთავსებს და ეს სტუდენტები სხედან მაგალითად და უყურებენ ბეჭებზე გადმოღებას და დადების რაღაც ამპლიტუდა უნდა გაზომონ და რაღაცა ეგეთი თემები შეიძლება იყოს რა მაგრამ და დააწყვილებენ ნახე იმის რა ქვია სპორტის განქოცება ამ იმებს რა ქვია მოკლედ ყველა ძალოსანი სპორტის წარმომადგენელი ხო ეს არის რა ქვია ქოცია იმიტომ რომ ყველაფერი იმაზეა სახელმწიფო ბიუჯეტზე არის მიმული და შესაბამისად ავტომატურად უმეტესობა სამწუხაროდ და რაღაც სამი კაცია მე მგონი ვინც ეგეთი არ არის ამიტომ ამათ იმისთვის ესეთი პროგრამა რო ანუ ის თუ ქოცაი იყო ეს განქოცაი ოკეი ხო პროგრამა რო იყოს და
ხო, ეგ სადღაც ფიზიკის ვიღაც ისა დოცენტი. და სპორტის უნივერსიტეტი შეაერთეს და მაგრამ ხო, და ისა გადარჩენისთვის იბრძვის ორივე. ხო. იმიტომ რომ იქ ნერდები არიან, რომლებიც სპორტულები არ არიან და აქ სპორტულები არიან, რომლებიც ის არის, თავში ჩარტყოლი აქვთ. და მაშინ მან ეგ კარგი ის არის განკოცების და ისა რა ქვია, სპორტის განკოცების ამბავში. კოჰაბიტაციის იმას რექტორის მთავარი ჩანაფიქრი უნდა იყოს, რომ ესენი ბოლოს ყველანი გააჭკვიანოს, ესენი ვინც არიან სპორტსმენები, ესენი გაატვინიკოსოს და ვინც ნერდები არიან, ესენი ჯანზე მოიყვანოს და აშენებს თავის არმიას, რომელიც დაამხოს კოცებიანად. კი, მაშინ თავარი მისია. ამ არმიას ასევე ცდილობენ რომ იმან რა ქვია, კოცებმა მიითვისონ, რომ deep state-ი დაამარცხონ. იმიტომ რომ ხვდებიან, რომ უკვე ინტელექტუალური ძალა ვეღარ უკაჩავთ. მაშინ კაკრას, მაშინ მანდ უნდა იყოს აი დეკანი ან ვიღაცა ამ შეერთების დროს დეკანი კი არა და კანცლერი ან ვიღაცა ეგეთი რა რექტორის იმათ შორის რო ის იყოს. ხო, რომელიც თან კოცების აგენტი არის და რაღაცა რეპორტინგს აკვირდება რომ ვინ რას აკეთებს რაღაცა და ეს რომ მიუხვდებიან რომ სინამდვილეში არმიაზე მუშაობენ მეორე სეზონიდან შეგვიძლია უკვე რომ გადავიდეთ იმაზე რომ კოცები ცდილობენ ამ არმიის გადმობირებას თავის ნერდებიან სპორტსმენებიანად რა რაღაცა ეგეთი ცოტა იცი რას გავს ხო მიდი თქვენ მერე იქნება ის რომ ოლიმპიადაზე მიდიან და ლაშა ბექაურს გონია რომ მიდიან ეს რა ქვია სპორტულ ოლიმპიადაზე და მათემატიკის ოლიმპიადაზე და მოიგებენ აუ მომწონს ხო და რას გავს ცოტა იცი რაღაცნაირად vice principals ნანახი გაქვს ადრე გიყვებოდი მე მგონი დენი მაგბრაიდის სერიალზე ხო და იქ არის მოკლედ ორი ისინი არიან ორი სასწავლო ნაწილია რომელიც იბრძვის დირექტორობისთვის და ერთმანეთს რაღაცას თან მეგობრობენ მაგრამ თან უჩალიჩებენ და ზუსტად აი მაგ ვაიპ მოკუმენტარი არ არის მაგრამ შეგვიძლია რომ ეგ მოკუმენტარი ვაქციოთ და ეგ ის დამიტოვა რა და მომეწონა ეგ. კი, კაი, ის იქნება. ხო და რაები შეიძლება რომ დავაჯგუფოთ ახლა. ძიუდო და ფიზიკა კაია. ძიუდო და ფიზიკა, ანუ ზოგადად ფიზიკა იმასთან რა, ვაფშე ყველა ხელჩართულ ბრძოლებთან, რომ აი თქვათ მავაშიგერის ესე თუ მოუქნევ. და იქ რომ ზუსტად მაგაში ის არის რომ ამ რაღაც იმეებს აჩვენებენ რა, მოქნევის კუთხეს და ძალას და რაღაც ფორმულებს ასწავლიან ამ მოჩხუბრებს რა. ხო, მაგრამ ნახე ესენი ამუღამებენ რაღაცეებს. ეგ ყველაფერს ეხება, მაგრამ უნდა გავაფართოვოთ ახლა ყველა ძალოსანი ის არის. ამიტომ ძიუდოზე ჩემი აზრით ყველაზე მეტად ის არის. იმიტომ რომ ძიუდო ხო ისეთი ტაქტიკაა, სადაც უფრო იმანაც სუბუქმად შეიძლება რომ ძლიერი იმას ანუ მისი ძალის მის ძალას ხო მის წინააღმდეგ იყენებ. ხო. ამიტომ ფიზიკა კარგად აჯდება მაგას და რამე ისეთი აი მაგალითად ჭადრაკი და ინჟინერია რო შევაერთოთ ან რაღაც მანქანას მშენებლობა ან რაღაცა ეგეთი და იქ რო ასწავლოს თან ეს ხო არმია უნდა იყოს და მაგალითად მოჭადრაკეებს რო ასწავლონ როგორ გააკეთონ პაიკი რომელიც რო დააჭერ გადაკეთება ნინძის ვარსკვლავად რომ მე ესენი ისროლო და რაღაცნაირად ესე მგონია რომ შენში ბავშვობამ გაიღვიძა საბა. ხო და მათემატიკა ან რაღაც ისა რა ქვია ხელოვნური ინტელექტის პროგრამირება და ჭადრაკი ან რაღაცა ეგეთი რომ ამ იმეებისგან ლაზიერებისგან რობოტებს ააწყობენ და მე პატარა რობოტები დადიან და რო დახოცვი. გინდა ან მორჩად ჩაწერა ას თუ რა არის. ხო და კაი მოიცა ეხლა ცოტა იმაზე მეინსტრიმზე გადავიდეთ. აი ფილოლოგია მაგალითად და კარატესთან იმიტომ შევაერთებდი რომ იაპონური სწავლები თუ რა ქვია მაგას? რაღაცა აღმოსავლური ისინი ენები. თუ რაღაცა ფაკულტეტი ხო არის? კარატე და აღმოსავლური ენების ისა.
აღმოსავლეთმცოდნეობა. თუ რა ქვია? თუ ეგ სხვა ხო, არის. აღმოსავლეთმცოდნეობა, კი, ხო, აღმოსავლეთმცოდნეობა და კარატე, კი ბატონო, შეიძლება, მაგრამ მან ეგეც ბუნებრივად არის, მან თავარი ეგ უნდა იყოს, რომ რაღაცა სიმბიოზი ისეც აკეთებენ, ხო, აი კარატე და თითქოს ამოვარდნი. რამდენი კარატისტი აღმოსავლეთმცოდნე იცი? რა იმაგიტო აბარებ, კარატე მიყვარს, მოდი უნივერსიტეტში ჩავაბარებ. არა ხო და მოიფიქრე კონტროვერსიული ახლა yes and გამიკეთე. მაშინ იყოს ისა რომ მაგალითად ფილოლოგია და ფეხბურთი შეიძლება რომ იქ სუდია პიდარასტიკი აღარ თქვან მაგალითად თქვან რომ საჯი გეი ან რაღაცა გადასარევი არის კი სლენგის ისა კი მომწონს ეგ. აი ეგეთი ვარიანტი ხო. რაგბი ჭრაკერვა. დიზაინი. რაგბი და დიზაინის ფაკულტეტი. რაგბი და დიზაინერები ხო, აი მან მაშინ ხო, why not? ოღონდ ხევნა მოვიფიქროთ რა იმას ბორჯღალის სხვანაირი ის უნდა იყოს. იცი რატო? ანუ ნახე იმისთვის რომ ყველანაირ სხეულზე მუშაობა შეგეძლოს და მხოლოდ რაგბისტებთან დააჯგუფეს რომ გაივარჯიშონ ეს size და თან გამძლე ის რო იყოს, იმიტომ რომ შერკინებაში რო შედის სოროჩი რომ არ გაეხის. და ელიდან XL-ზე რო გადავედი, შემეძლოს რა თავისუფლად და არ მიჭერდეს ეს ფრებში. ეს ჩემი პირადი პრობლემა არის. აი თან მორაგბებზე გამახსენდა. კიდე რა ვიცი რა სპორტები გვაქვს? ფიგურული ცურვა. ფიგურული ცურვა. ფიგურული ცურვის ფაკულტეტი დაამატონ უნდა ჩემი აზრით, რომ ის კაცი შერცხვენილი არ დარჩეს. ფიგურული ცურვა, ანუ სინქრონული ცურვის ვარიანტი შეგვიძლია და მან იყოს და ზოგადად ცურვა წყალბურთი და წყალთან დაკავშირებული რაღაცეები და ეგენი შევაერთოთ ბიოლოგებთან, რომ ლაყუჩები გადაუნერგონ, ან ფილტვები გაუგზარდონ, ან რაღაცა ეგეთ პონჩი. მაგაზე მუშაობენ. გენეტიკურად უნდა შეცვალონ ესენი, რომ ვარიდან შეუტიონ ქოცებს ამათმა რა. იმაში რა ქვია. იქ რო ბოტანიკურში რო ის ჩამოდის ჩანჩქერი. კი, და მან ერთ-ერთი გეგმა ის არის, რომ ერთ-ერთი სავარჯიშო მან შეიძლება იყოს ის, რომ რაღაც ზვიგენთან ჭიდაობა, რა ქვია, აუზში, რომ რამე რო იყოს და იქ რო მიულენ დასამხობად და იქ რო ჩავარდეს პრობლემა. პარაგრაფში რო იმა ჭიდაონ იმებს. მანდაც ხო არის მეგონი ზვიგენები არ ვიცი არ ვანამყოფე. კაი, კიდე რაები არის? ისეთი, რაც კარგად წავა ერთმანეთთან. კიდე არ ვიცი, ბადმინტონი. ის რბოლა გვაქვს მან საქართველოში, ისე რბოლა გვაქვს და სხვათა შორის მე მგონი მეორე ადგილი არის მსოფლიოში, თუ რაღაც პრიზიორი არის, იცი ვინ? ირინა ონაშვილი, მის საქართველოს რო იყო. რამდენიმე წლის წინ მაშინ გენდერ სტადის და რბოლა რო შეაერთონ ერთმანეთთან. Good. კი, კაი იქნება, ეგ საინტერესოა. და ოღონდ მან თავარი თემა ის არის, რომ ქალებმა ტარება ისედაც იციან, უბრალოდ ეხა ცდილობენ, რომ აი ეს რაღაცა იდიოტური ის რო არის, ხო იცი, ქუსლიან იმას რო ხო, კი, და თოიმებს რო აკეთებენ. ვიც აქვს ან მან კარატეც შეგვიძლია ან კიკბოქსინგი შეუერთოთ მაგას, რომელიღაცა კაცი თუ რაღაცა ყლეობას ეტყვის ამ ქალმძღოლს, გადმოუვარდნენ და გაიგდონ. მაგრამ არა, ის არის, მან აი, მოგალე, თუ არაქოცურია, ჩვეულებრივ gender studies შევუერთებთ და სტერეოტიპების დამსხვრევაზე მშვენ, ანუ კარგად მიმასიზამს რა. მაგრამ თუ ქოცური არის, ქალია და კაციას უნდა მივაწვეთ. განქოცება მომწონს, იმიტომ რომ ეგ კარგი ის არის. იმიტომ რომ მან შეიძლება ეგ გაგჭირდება ეგ პროგრამა. თელი სასპენსიც ეგ იყოს, რომ ქოცები ვინც არიან ამ იმაში, რა ქვია, აკადემიაში რა, ისინი რაღაცა გონება ეხსნებათ ნელ-ნელა. გესმის და რაღაცებს ხვდებიან. და ის ის არის, შინაგარი კონფლიქტი და ისა. აკაცუკებს ემპათია უჩნდებათ ან რაღაცა ეგეთი, არ ვიცი. იმიტომ ეხა თალად ეხა ისინი აკაცუკები მთლად ჯიმი და პემი უგვეყოლებიან, ამათაც გქონდეთ რაღაცა ისა ქვია, ნაკალი. კი, ანუ არ ვიცი რა ნაკლი შეიძლება ვთქვათ, მაგრამ იყოს.
ხო, არა, საჭიროა ერთია, იმიტომ რომ ისინი ლიბერალიზმის საუკეთესო ტრადიციებში ლიბერალების პატარა ჯგუფი მე ერთმანეთს დაერევა ხოლმე. სხვას რო ვერაფერს ვეღარ შვა. ამიტომ კი, სწორი სავარჯიშოა მათთვის. ხო და რაღაცა სპორტი გამახსენდა ეხა. ბადროს ტყორცნა არ ვიცი რაღაც. ბირთვის ტყორცნა, ან კალათბურთი. არა, ბადროც არის. ბადრო ის არის, ხო? ხო. Frisbee. Glorified frisbee. აბა ბადრო რატოს მე მეგონა რამე ბადროს. ძალიან და ქივაწყობილი იქნება. გვაპატიეთ, ჩვენ უვიცდა და უგნურთ არ გვაქვს ამ უნივერსიტეტში ჯერ ჩავარებული. ხო და მოიცა ის ბურთი თუ რა თქვი? ბირთვი. ხო და ბირთვი რაზე ახსენე? გამესთან. ხო და არ ვიცი, აი რაღაცა კატაპულტებად რო გამოიყენონ ეგენი. კალათბურთიც არის კაი ვარიანტი. კალათბურთი და აი მან შეიძლება მაშინ რაღაც დრონების ის რო იყოს რა, რომ ესე იგი ზაზაფაჩურია და მე იქიდან ნერდმა ჯოისტიკით უნდა აკონტროლოს ეს ისა რა ბურთი და კალათში ჩააგდოს რა. ანუ ამით დრონის კონტროლს მაგ კოორდინაციით ასწავლიან რა, რომ ეს ეგ მაგას უნივერსიტეტი უნდა. ნუ იგონებ ხა. მაგას უნივერსიტეტი რა თქმა რაღაც აქ ტექნიკუმს კი არ ვაკეთებ და ღამის სკოლას გენაცვალე. აქ დიპლომიანი ხალხი იქნება. ოკეი. არა, აღარა მაქვს, მე მგონი ამოიწურა ჩვენი კრეატივი. რამე უკეთეს ვერსიები თუ ისინი არ გამახსენდა. და ის ხო რაც მოვიფიქრეთ ახლა ეგრევე აკრედიტაციას მიიღეს. იცი არის სერიალი ვარ გამოა მოკლე მეტრაჟიან ფილმად შეგვიძლია გადავიღოთ. ყველაზე სწრაფი მსოფლიოში რამე სპინ-ოფი. ქართული. ანის ფეოლას ისა რემეიკი. არა, თოჯინები იცინიან სკოლის მერხიდან იმარი ხო იცი? რაღაცა იგი უნდა იყოს რა. სკოლის მერხიდან განკოცებაში. ხო და მე მგონი ორი ის გვაქვს. კონტენტი არის. ხო. დაფინანსება გვჭირდება. ორი კამერა არის. ჩვენ ეხა ძნელი არის სერიალის წერა ორი ადამიანისთვის რა, მით უმეტეს ამხელა იმას რომ შეეხიდები და ბატონი ირაკლი უხაძე რომ დაგვაფინანსებს მე კარგ კომიკოსებს დავიმატებთ writers room-ში და ბევრ კარგ ამიტომ დაფიქსირდით. ამიტომ კომენტარებში დაფიქსირდით, დაწერა თქვენს და მე შეგეხმიანებთ აუცილებლად ბატონი ირაკლი შეგვეხმიანება ჩვენ შეგეხმიანებთ. თან მან ისენი უნდა იყოს რომ მარტო ფაკულტეტებზე ხო არ არის, მან პერსონაჟებზე უნდა გაკეთდეს რაღაცა აქცენტი, იქ რაღაცა თავისი ის კონდეს ყველას დაპირისპირებ რაღაცა გამოყალიბდება. Hit rivalry რატო არ გაგვახსენდა? რამე ეგეთი storyline-იც გვინდა. ვიღაცა ფარული გეი კოცი რომელიც არის ან სერიოზული და აკაცუკი რო შეუყვარდება. და აკაცუკი რომელიც openly gay არის ალბათ და ერთ შეუყვარდებათ, იმიტომ რომ აკაცუკები ხო ზოგადად გეები არიან სუყვერთ და ამიტომ აუცილებლად ეგ ის უნდა მოაქცევს თავში. ხო და გადასდებს ხო გადასდებს და მაგითი წაბილწავს ითი და მე აი ბოლოს ეგ შეიძლება იყოს. ხო და ჰოკეის მაგივრად ჩვენთან იყოს ან ფეხბურთი ძალიან წმინდა, ამიტომ ის არის რა ქვია, არ გვინდა თლათ ესე გოლი არ ვატკინოთ. ჯერ არა ხართ მზად. You're too fragile. ბერძნულ რომაული ჭიდაობა რო იყოს, ანუ ძალიან გეი ელასტიკები რო ხო და იცი არის მაგაზე სუხო არის საუბარი რომ ანუ it's not right. აი რაღაცა ხდება. არ ვიცი, ანუ მე არ მკითხავ. თან ერთი წუთი, მან ეხა ჩვენ ხო კონტექსტს გავითვალისწინოთ, ანუ არ ვიცი, შეიძლება ვიკიპედიაზე წავიკითხავ, მე შეიძლება ძალაც არ ჩავეძიო მარტო. წავიკითხავ, შეიძლება რამე ფესვები არის მან, იმიტომ რომ ბერძნული და რომაული კულტურა ძალიან ჰომოეროტიკული იყო და არ არის გამორიცხული საერთოდ. უეჭველი არის. რამდენადაც მახსოვს ოლიმპიადაზე შიშულები გამოდიოდნენ თავის დროზე. ხო, სად იყო ელასტიკი? ხო, შემოეტყო, ანუ ვიღაცა შემოეტყრებოდა ხამდენ ფათო. შეიძლება არც უნდოდა, გაიგე, მაგრამ მოხდა, მოსახტენი მოხდა. ხო და რა ეკნა ახლა?
თან აი იმაში რაღაცა რა ქვია მაგას chokehold-ში რომ ვერც თავისუფლ ანუ იცი რა არის some boundaries were pushed ალბათ ბევრი ანუ რაღაცა უფლებები დაირღვა ბევრი ადამიანის მაგრამ ეგეთ დრო იყო რა ხო და მაშინ აი კაკრაზე ეგ არის კარგად ჯდება რა ეს გეი აკაცუკი მოიხიბლება აი ამ სანახაობით რასაც ხედავს ამ ვარჯიშზე და ჩაეწერება ამ ფაკულტეტს მართალი ხარ თავიდან თვითონ უბრალოდ იმაშვება რა ვითომ ის არის აქვე უნდა რომ ბლენდინი გააკეთოს მაგრამ მე იმისგან წამოვა რაღაცა ვაიბები და მან შეიძლება რაღაცა თემები იმას იცი რა არის აი მე უკვე ფიზიკურში რომ გადადის და ფერომონებიც რო ერთვება მე უკვე კონტროლს დაკარგავ რა აი უყურე ნახე აქ რა კარგი ის არის პრინციპი არის რომ ჩვენ ისინი ფაკულტეტები კი გამოვიგონეთ მაგრამ რეალურად როცა უკვე ორ პერსონაჟზე დავაფუძნეთ სტორილაინი თვითონ მოგცა ფაკულტეტიც და მიზნებიც და ყველაფერიც და ამიტომ გჭირდება მეტი კრეატიული ადამიანი ბატონო ირაკლი ბატონო ირაკლი ანუ ის 1000 ლარი რაც იმედში გადაგა სადღაც ხონდა დააბანდოთ ბატონო ირაკლი მოწონს მე მგონი რომ ორი იდეა გვაქვს ამაზე შეგვიძლია დავასრულოთ ჩვენი გრძელი მაგრამ ორი ეპიზოდი და შემოგთავაზეთ თქვენი იდეები ასევე ისე პრინციპში რამე სტორილაინების თუ გაქვთ ეგეც გაგვიზიარეთ და შეგვიძლია რომ განავითაროთ მე მგონი უკვე მივედით მაგ იმამდე ეტაპამდე უკვე ბევრი კონტენტი ვაგენერირეთ და მე ჩვენ ან მივხედავთ მე ჩვენ მივხედავთ რა აუცილებლად რაღაცა ისეთი იქნება არ ვიცი როგორი მაგრამ ხო ხვდებით რა ვოუკიზმი იქნება აუცილებლად შავ იმას დავკასთავთ შავკანიანს იმას ქალის როლს კაცის როლს ქალად შევცვლით და მოკლედ ყველანაირად ან ნერვს მოგლიშით ან გასიამოვნებთ whatever you choose მაგრამ ეგ არის კრეატივი ძმა სხვა რა thought provoking დიახ და snowflake-ები თუ არ ხართ არ ტვენი არ მოთხნათ გმადლობთ რომ გვისმენთ დღეს ბევრი ვიგინე არ ვიცი დედა ჩემი რო უსმენდა სიტყოდა რომ ბევრი ვიგინე მე მგონი დედა ჩემი უსმენს ხოლმე ხანდახან და არაუშ აუ დედა შენთან ფილოლოგია თავარია გრამატიკულად არ შემეშალოს სხვა მხრივ ანუ ბოდიშს მოხდა არ შემილია დედა ჩემს მეჭუბება მაგრამ YouTube-ის წესებში წერია რომ ცოტა გინება შეიძლება და ამბე ხალხო ხო თან ისეთი არაფერი თან ქართულად მაინც ვერ იგებს თან რა არის იცი რომ ესე სამთოში ერთხელ გაახსენდება ხოლმე და მაინც ეს და მე მეუბნები რომ დედა ეს კიდია მე თავს ბანებებს ამიტომ ანუ პერიოდულად გვაქვს ხოლმე ეს მე მგონი რაღაცნაირად მაინც როგორც მშობელი თავს აბალდებულად გზნობს რომ შემახსენოს მაინც რა ყოველ ჯერზე რომ არ დავიწყებია რომ უნდა რომ ამას მივაქციო ყურადღება მაგრამ გვიანი არის ძალიან გვიანია ხო მადლობა რომ გვისმენთ გაგვიზიარეთ მოკლედ კომენტარები ვოისები ყველაფერი თან დიდი ხანი არ ჩაგვიწერია თქვენ არ დიდი ხანია თქვენგანაც არ მოგვისმენია და გამოგვეხმაურეთ მოგვენატრა ხალხის ყურადღება brainstorming კრეატიულ ხალხის წინა ეპიზოდში ხალხის გაქოცებაში და ამ ეპიზოდში ხალხის განკოცებაში კრეატიულ ორგიაში if I say so ყველა ენა დამავიწყდა არაფერი არ შემჩნიათ გრძელი დღე იყო ხო და საბა ჩამოვა ევროპაში და შეიძლება ფილოლოგიურ კარატეზეც აქვს და მაგ ხო განკოცებულ არ მიეჭობდები ათეულის თუ 20 რა ქვია რაღაცის 100 მეთაური ხო მიდი საბა სამშობლო გელის კაი ძილინებისა თუ რაღაც რა ვიცი რა დროა ვისთან რა არის იმდენი ჩვენ მრავალ კულტურული და მრავალ time zone-იანი მსმენელები ყავს 1000 ესენი გაქცეული ერთად გაქცეული ხალხი ხო და ისა გილოცავთ ახალ წელს might as well იმიტომ
როდის დავამონტაჟებ ამ ეპიზოდს ღმერთმა უწყის. კაი, всё, თიშავ. გმადლობთ.